ბოლოშია 2012 წელს მღვდელი რომ ახალგაზრდას მიშას დაგმობას თხოვს. მეკა გიმოს მიშას, მეკა დაგმე მიშა. დაგმე მიშა. ძალიან საინტერესო. დაგმე მიშა, დაგმე. ამ ძალიან საინტერესო დიალოგშიც უცნობი მიშასთან ერთად საკუთარ შემოქმედებასაც გმობს. ამ სულს დაავიწყდა, რასაც ხედავდა და მღეროდა. რეალურად, ხო. რა ქვეყანაში ცხოვრობდი ჩვენ? რა ქვეყანაში რა ქვეყანაში ცხოვრობდი და გეტყვით, მეც მე როგორც ასულერო შევარდნაძის პერიოდში არის ძირითადად ყველაფერი გაკეთებული. შევარდნაძის პერიოდში ეს მაგან დაირქვა, მაგან მაგი არის. შევარდნაძის პერიოდში მე როდესაც ჩემს მრევლს მივაცილებდი სახალხო, იცით როგორ მივაცილებდი? მანქანა შემყავდა სადარბაზოში, რომ საერთოდ გამენათებინა სადარბაზო და აქედან რომ წავიდოდა ფეხით რომ ავიდოდა ზევით, რომ დაეძახა რომ სახში შევიდა, რომ სადარბაზოში ვიღაცა არ დახვედროდა. აი აქედან გამოვედით ჩვენ, აი ამ კრიმინალურ მდგომარეობას ამას გულისხმობ და კიდე რა ხდებოდა ქვეყანაში? კრიმინალური მე თუ გკითხავთ, კრიმინალური მდგომარეობიდან ჩვენ გამოვედით შევარდნაძის დროს.